Დაბრუნდით და დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად დარჩით. Ეხლა ისრაელის პოლიტიკაზე ვისაუბრებთ. პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პარტია გამოჩნდა, ალტერნატიული მემარჯვენე პარტია. ყოფილი ლიკუდის გავლენიანი ფიგურები გილად ერდანი და იული ედელშტეინი სავარაუდოდ ორ წამყვან პოზიციას დაიკავებენ. ოფიციალური განცხადება ხუთშაბათს გაკეთდება. ამ ეტაპზე პარტიას ლიკუდ-ბეს უწოდებენ. ეხლა ბევრი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ ისრაელის ყოფილი ელჩი გაეროში, რომელმაც ლიკუდში 3 ათწლეული გაატარა და პარლამენტის ყოფილი სპიკერი ახალ პარტიას დაარსებდნენ, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია კიდევ ვინ შეუერთდება მათ. და სწორედ ამიტომ გვყავს სტუდიაში პოლიტიკური ანალიტიკოსი გილ ჰოფმანი, ასე რომ ლიკუდი-ბ, როგორც მას ახლა უწოდებენ, გილად ერდანი, იული ედელშტეინი, ლიკუდის გავლენიანი ფიგურები უკვე წლებია. სჭირდება თუ არა ისრაელს ლიკუდი-ბ? სჭირდება თუ არა მას ამ ეტაპზე კიდევ ერთი ესეთი პარტია? ეს ძალიან მალე გავიგებთ, ბენიტა. მოდი ცოტა უკან დაგაბრუნებ. მას შემდეგ, რაც გოლდა მეირი ხელახლა აირჩიეს იომ-კიპურის ომის შემდეგ, გამოვიდა საგამოძიებო კომისია, ზუსტად ისეთი კომისია, როგორცაც ნეთანიაჰუ სასოწარკვეთილად ცდილობს თავიდან აიცილოს 7 ოქტომბრის საქმეზე. და ამ კომისიამ მას და მის კაბინეტის ბევრ წევრს დააკისრა პასუხისმგებლობა. ამიტომ საჭირო იყო პრემიერ-მინისტრი, რომელიც არ იყო შებრაული. და ვინ იპოვეს? შეერთებულ შტატებში ელჩი. იცხაკ რაბინი გახდა პრემიერ-მინისტრი. და აქვავს გილად ერდანი, რომელიც 7 ოქტომბრის შემდეგ ნიუ-იორკში, გაეროში იყო. და შესაბამისად არ არის შებრაული. და ამიტომ ისინი, ვისაც ლიკუდის შეხედულებები აქვთ, ვინც ფიქრობენ, რომ 7 ოქტომბერს მომხდარმა მათ ზიანი მიაყენა. ქირიათ შმონას მცხოვრებლები ჩრდილოეთში, სდეროტისა და ოფაკიმის მცხოვრებლები სამხრეთში, ახლა მათ მეორე ლიკუდის პარტია ჰყავთ, რომელზეც შეუძლიათ მისცენ ხმა. ან ყოველ შემთხვევაში ასე იტყვიან ეითანი და იცხაკი. მაგრამ გილ, როცა ეს პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება, შეძლებს თუ არა ნეთანიაჰუს ბლოკი ან ახალი ოპოზიციური ბლოკი ამ ლიკუდ-ბის დახმარებით იმ უმნიშვნელოვანეს 61 მანდატს მიაღწიოს. რას ფიქრობ? ეს იმაზეა დამოკიდებული, იტყუებიან თუ არა ისინი. კარგი, რადგან ამ ეტაპზე ნეთანიაჰუ ძალიან შორსაა იმ 61-ის მიღწევიდან და ეს პარტია, რომელსაც გამოკითხვებში მანდატები არ აქვს, ვერ დაეხმარება მათ იქ მისვლაში. მაგრამ აიზენკოტისთვის ისინი რეალურად დაეხმარებოდნენ მას იქ მისვლაში და შეიძლება ნაკლებად დასჭირდეს მანსურ აბასზე დაბრუნება. თუნდაც მანსურ აბასმა შექმნას ნახევრად სიონისტური პარტია, რომელშიც ებრაელები ძიკდებიან. ეს უფრო ქოშერი იქნებოდა. შესაძლოა ისინი საჭირო არ იქნებიან თუ აირდანისა და ელშტეინის პარტია გადალახავს პარიერს და შეუერთდება მათ, მაგრამ ისინი ამას არ ამბობენ. ასე რომ ისევ დამოკიდებულია იმაზე, იტყუებიან თუ არა ისინი. რას გეუბნებიან შენი წყაროები გაერთიანებებსა და ახალ მოთამაშეებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში გამოჩნდებიან, როცა ან ცვალებად პოლიტიკურ გარემოს ვუყურებთ. და ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განსაზღვრავ ფრაზას უახლოეს მომავალში, ბენიტა. რადგან 7 სექტემბერი არის დღე, როცა სიები უნდა წარედგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კნესეთში. მანამდე ძალიან ნუ დაიჯერებ იმას, რასაც კითხულობ. ყველანაირი სპეკულაცია იქნება გავრცელებული. ხალხს ცოტა მეტი მოთმინება სჭირდება, მხოლოდ ერთი თვე დარჩა და სწორედ ბოლო წუთს წყდება ყველაფერი. ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს ვადები სჭირდებათ. ვადების გარეშე არაფერს ვაკეთებთ. დიახ, ეს ვადა ნამდვილად ახლოვდება. მოდი ვნახოთ რა ვიცით ზუსტად და ეს არის ზოგიერთი რიტორიკა, რომელსაც ახლა ლიდერები იყენებენ. ნაფტალი ბენეტი ადანაშაულებს ბენიამინ ნეთანიაჰუს ჰამასის დამარცხების მიზნის მიტოვებაში. ის ესტუმრა საზღვრისპირა თემს. მისი თქმით, ჰამასი ხელახლა შეიარაღდა და კვლავ დაიწყო გვირაბების გათხრა. და ნეთანიაჰუს ადანაშაულებს იმაში, რომ როგორც თავად ამბობს, ყატარელებს გადასცა ღაზას გასავები. ეს ნამდვილად საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა. როგორ ფიქრობთ, ეს როგორ აისახება პოლიტიკურ სპექტრში არსებულ დაძაბულობაზე? ბენეტი ცდილობს იპოვოს ნიშა, რომელიც დღითი დღე ქლება და განსაზღვროს ვის წარმოადგენს და ვინ არის მისი სამიზნე აუდიტორია. ამიტომ ბენეტს შეუძლია ნეთანიაჰუ კატარის თემით მარჯვნიდან გააკრიტიკოს. მაგრამ შემდეგ გადი აიზენკოტი მას აკრიტიკებს და ამბობს, რომ არ უნდა გააკრიტიკო ყატარი ან მიიღო ყატართან დაკავშირებული გადაწყვეტილებები პოლიტიკური ტრიუკის მიზნით. ეს სერიოზულად უნდა გაკეთდეს. და შემდეგ ბენეტს აღარ შეუძლია აიზენკოტის გაკრიტიკება, რადგან ეხლა ის მისი პოლიტიკური ბლოკის ლიდერია. ამიტომ მისი ხელები შეკრულია და გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, სულ მცირე ნეთანიაჰუს გააკრიტიკებს ისრაელში ძალიან კონსენსუსურ საკითხზე, რომ ყატარი არის ქვეყანა, რომელმაც ხელი შეუწყო ჩვენი ბავშვების ყველობას, ეს მაინც შეუძლია გააკეთოს.
საჯარო დაპირისპირებებზე რომ საუბრობთ, ოპოზიციის ლიდერებს შორის ავიგდორ ლიბერმანსა და იაირ გოლანს შორის უშნო სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ერთმა მეორეს უთხრა, რომ გაჩუმებულიყო. ისინი სურთ ჩაერთონ პროცესში. ამბობენ, რომ მათი არგუმენტი სინამდვილეში ეხმარება ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ დაძაბულობა შეამციროს ოპოზიციის სხვადასხვა ჯგუფებს შორის, როგორც ახლა ვსაუბრობთ. ამ ცვლილებების ბლოკის მთავარი აზრი იყო, რომ ყველა ვისაც ბენიამინ ნეთანიაჰუს ზუს მისთვის შესაფერისი პარტია ეპოვნა და მისთვის მიეცა ხმა. უნდა ყავდეს მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლები, როგორიც არიან ბენეტი და ლიბერმანი, უნდა ყავდეს მემარცხენე წარმომადგენლად იაირ გოლანი, ასევე ცენტრისტებად აიზენკოტი და იმ დროს ლაპიდიც იყო. ამიტომ ერთი მხრივ ლოგიკურია, რომ მარჯვენა ფრთა დაარტყამს მარცხენას და შეიძლება უფრო კომფორტულად გავზნობინოს თავი, რომ იქაც ხარ წარმოდგენილი. მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ბლოკის შიგნით შიდა დაპირისპირება, ეს ყოველთვის საშინელია. და ამ მომენტში ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ხმა მოიპოვოს, რომ ლეგიტიმურად გამოჩნდეს 7 სექტემბრის ვადის წინ. ყველა თავის როლს ასრულებს. ეს ყველაფერი თამაშია, ბენიტა. ძალიან ახლოდან ნუ დააკვირდები თამაშს. იცი, ჩვენ უბრალოდ მაყურებლები ვართ აქ. და სწორედ ამიტომ ხვალხართ აქ, რომ დაგვეხმაროთ ვიყოთ კარგად ინფორმირებული მაყურებლები. პოლიტიკის ანალიტიკოსო გილ ჰოფმან, ყოველთვის ვაფასებთ თქვენს შეხედულებებს. დიდი მადლობა, რომ სტუდიაში მოხვედით. და ისევ არჩევნებზე ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა აკრძალა საარჩევნო უბნის თანამშრომლებსა და პარტიის დამკვირვებლებს, აცნობონ პოლიტიკურ პარტიებს, ვინ უკვე მისცა ხმა არჩევნების დღეს. ახლა გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ეს ხანგრძლივი პრაქტიკა არ ღვევს ამომრჩევლის კონფიდენციალურობას და ხმის მიცემის საიდუმლოს. პარტიები ადრე იყენებდნენ ამ ინფორმაციას იმისთვის, რომ გამოევლინათ მხარდამჭერები, რომლებმაც ჯერ არ მისცეს ხმა და წაეხალისებინათ ისინი საარჩევნო უბნებზე მისასვლელად. ეხლა ლიკუდი და რამდენიმე კოალიციური მოკავშირე გავრცელებული ინფორმაციით განიხილავენ სამართლებრივ სარჩელს ამ გადაწყვეტილების გასაუქმებლად. მართლა საინტერესოა. მეტი ინფორმაციისთვის სასიამოვნოა მივესალმო პროფესორ მაიკლ ბერნჰაკს, თელ-ავივის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ფლეტის პროფესორი და თელ-ავივის უნივერსიტეტის კონფიდენციალურობის კლინიკის აკადემიური დირექტორი. პროფესორო, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ასე რომ, საარჩევნო კომიტეტმა აკრძალა საარჩევნო უბნის თანამშრომლებს პარტიებისთვის ეთქვათ, ვინ მისცა ხმა. თქვენ ჩართული იყავით ამ საქმეში. გვითხარით ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე თქვენს ხედვებზე. კარგი, სალამშვიდობისა ბენიტა, სასიამოვნოა ყოფნა. ნამდვილად ამ თემას, იცით, რამდენიმე წლის წინ შევხვდი, ან ბევრად ადრე, როცა პირველად მივიღე მონაწილეობა არჩევნებში. როცა საარჩევნო უბანში შედიხარ, რომელიც როგორც წესი სკოლის საკლასო ოთახშია მოწყობილი, აძლევ პირადობის მოწმობას და შენი სახელი ხმამაღლა გამოაცხადებენ. და კომიტეტის თავმჯდომარე, ან როგორც არ უნდა ეწოდებოდეს, ამოწმებს, რომ ნამდვილად შენ ხარ და არა ვინმე სხვა. და რომ უკვე არ მიგიცია ხმა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, პირადობა მოწმდება და გადამოწმდება პროცესის სისწორის უზრუნველსაყოფად. ეხლა რაც წლების განმავლობაში მოხდა არის ის, რომ კომიტეტის სხვა წევრები, რომლებიც პარტიების პოლიტიკური წარმომადგენლები არიან, ამ მონაცემებს იყენებდნენ და რეალურ დროში სხვადასხვა აპლიკაციის საშუალებით თავიანთ პარტიებს გადასცემდნენ. ლიკუდი, იეშ-ატიდი და სხვა პარტიები. და ეს მონაცემები გამოიყენებოდა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არჩევნების დღის უფრო ეფექტურად მართვისთვის. ან ჩემი აზრით დაარღვია მათი კონფიდენციალურობა, ჩვენი კონფიდენციალურობა, თქვენი კონფიდენციალურობა, ჩემი კონფიდენციალურობა, ყველას კონფიდენციალურობა. არც ერთი პარტიის საქმე არ არის ხმა მივეცი თუ არ. ცხადია მათ ძალიან აინტერესებთ ეს, მაგრამ ეს მათი საქმე არ არის. ეს ჩემი საქმეა. თუ მოვისურვებ, გაუზიარებ ამ ინფორმაციას და თუ მირჩევნია ჩემთვის შევინახო, ასე უნდა იყოს. არსებული ინფორმაციით, ლიკუდი და კოალიციის მოკავშირეები განიხილავენ სასამართლოში გასაჩივრებას ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, როგორ უპასუხებდით მათ არგუმენტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიზანმიმართული თავდასხმაა მემარჯვენე ფრთაზე. ისინი იყენებდნენ სპეციალურ აპებს, რათა ენახათ მათ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს შორის ვის ჰქონდა უკვე ხმა მიცემული და ვის სჭირდებოდა წახალისება საარჩევნო უბანზე მისასვლელად. რას ფიქრობთ ამაზე? ხო, იცით. არა. გადაწყვეტილებაში არც ერთი კონკრეტული პარტია არ არის ნახსენები. ის ყველას ეხება. ის ეხება როგორც კოალიციას, ასევე ოპოზიციას, იეშ-ეტიდს და სხვა პარტიებს, რომლებმაც წარსულში გამოიყენეს საარჩევნო გამარჯვების და ამასთან დაკავშირებული სხვა სახის აპები. ეხლა
თუ რომელიმე პარტია სურს დაარღვიოს კანონი და დაარღვიოს ჩვენი პირადი სივრცე, მაშინ იცით მესმის რატო არ მოსწონთ ეს გადაწყვეტილება. მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილება ძალიან ნათელია. ეს არის კანონი. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკა გარკვეული დროის განმავლობაში სწორედ ისე ხორციელდებოდა, როგორც ადრე ავწერეთ, ეს არალეგალურია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ასე რომ, არ ხდება რომელიმე კონკრეტული პარტიის მიზანში ამოღება. არის მიზანში ამოღება, აკრძალვა და არალეგალური პრაქტიკის შეჩერება თავისუფალი არჩევნების უზრუნველსაყოფად. ზოგი ადამიანი იკავებს თავს, როცა მათ უთვალთვალებენ, აკვირდებიან. ზოგი მათგანი შეიძლება არ წავიდეს არჩევნებზე, ზოგი კი შეიძლება მაინც მისცეს ხმა, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ამის სურვილი არ აქვთ. რაც არ უნდა იყოს მიზეზი. და ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, შესანიშნავია. ჩვენი პირადი ცხოვრების, ხელშეუხებლობის კონსტიტუციური უფლებისთვის უპირატესობის მინიჭება და არა რომელიმე პარტიის პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენ ველოდებით, როგორ განვითარდება ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყოველგვარი დარღვევების გარეშე ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. დიდი მადლობა პროფესორო მაიკლ ბერნი. პირდაპირ ეთერში თელ-ავივიდან მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. გმადლობთ. დიდი მადლობა საღამოშიდობისა.